შეამცირებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ძალებს ევროპაში. ბუნდოვანი განცხადებების შემდეგ ამერიკის სენატში ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა სწორედ ძალების შენარჩუნებამ. მოდით ვნახოთ რა როლი უკავია ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნას. ამერიკის შეერთებული შტატების ძალები დაყოფილია წყნარი ოკეანის სამხრეთ, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და ევროპის სარდლობებად. ევროპის სარდლობა რეგიონში არაერთ სამხედრო აქტივობაში იყო ჩართული. სარდლობის ინიციატივით არაერთი სამხედრო სწავლება გაიმართა და მათ შორის საქართველოშიც. ახლა უფრო დეტალურად ვნახოთ ამერიკის შეერთებული შტატების ძალების გადანაწილება ევროპის კონტინენტზე. ეს მონაცემები საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტშია ასახული. ამერიკას ყველაზე მეტი სამხედრო ბაზა გერმანიაში აქვს. ამის შემდეგ მოდის იტალია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, 4 ბაზა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ბაზებია რუმინეთში, საბერძნეთში, ესპანეთში, თურქეთში, ბულგარეთში და ნორვეგიაში. 2024 წლის მონაცემებით გერმანიაში 38700 ამერიკელი სამხედრო იყო, პოლონეთში 14000, იტალიაში 12600, დიდ ბრიტანეთში 10000, ესპანეთში 3500, რუმინეთში 2150, ლიეტუვასა და ესტონეთში 1700, ბელგიაში 1150, ნორვეგიაში 1100, ხოლო საბერძნეთში 600. სწორედ ეს ბაზები და სამხედრო კონტინგენტია პასუხისმგებელი ევროპის მიმართულებით.